იქნა გამომდინარე, რომ ჩემი პროფესია არის ეს და მეც მიწევს ტელევიზიებში მუშაობა და სხვათა შორის მაესტრო იყო ერთ-ერთი პირველი ტელევიზია, სადაც ჩემი კარიერული ნაბიჯები დავიწყე და ამიტომ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული გრძნობა მაქვს ამ ტელეკომპანიის მიმართ. და ადამიანს რაღაც თავისთვის პირველი ყოველთვის ყველაფერი კარგად ამახსოვრდება და მეც ყოველთვის რასაც არ უნდა მივახციო ჩემ კარიერაში, მე მახსოვრება რომ მაესტროში დავიწყე ჩემი აი პირველი სტაჟირებით და მე გადავედი და დღემდე ვაგრძელებ ამ საქმიანობას. დიდი სიამოვნებით მექნებოდა ისეთი გადაცემა, სადაც ახალგაზრდა სტუდენტებისთვის იქნებოდა საშუალება, რომ გამოხატონ თავის თავი. მაგალითად კონკურსის სახით ან კონკურსის სახით გამოხატონ, იყოს შეჯიბრა გააკეთონ სიუჟეტები, იმათვისაც გამოცდილება იქნება, ტელევიზიასაც წაადგება და თქვენც შეიძლება კარგი კადრები შეგრძეთ ამ ყველაფრისგან. ტელევიზიებში ზოგადად ხშირად არის ამბოლდოს პროპაგანდები რაღაც ამა თუ იმ საკითხების. დიდი სიამოვნებით პროპაგანდას არ დავარქმევდი, მაგრამ გავაკეთებდი ჯანსაღ ცხოვრებაზე, მივუძღვნიდი საკმაოდ დიდ გადაცემას. იმაზე კი არ გავაკეთოთ, ამოვიდა ყელში უკვე ეს რაღაც ნარკომანია, იქ სიგარეტი ცუდია, გავიგეთ რომ ნარკომანია ცუდია, მაგრამ მოდი ხა უკეთესობისკენ, უფრო პოზიტივი დავანახოთ, ხო რა არის კარგი ამისთვის. მივულოცავ დაბადების დღეს, გისურვებთ საინტერესო თემებს, საინტერესო გადაცემებს და ძალიან მაღალ რეიტინგებს.